საღამო მშვიდობისა, ეს არის საავტორო გადაცემა სათქმელი. მე ვარ ჟურნალისტი ირინა ყურუა და დღეს წარმოგიდგენთ. ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე დამყარებული რეკომენდაციები და ოფიციალური თბილისის პასუხი ბრიუსელს. როგორია ევროკომისიის წერილის პოლიტიკური თარგმანი? რა უნდა იცოდეს ხალხმა? როდესაც გთხოვენ მაგალითად ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმება, სადაც წერია, რომ კაცი უნდა დარჩეს კაცად. რატომ ითხოვს ევროკომისია ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონთა პაკეტის გაუქმებას? უპირისპირდება თუ არა ოჯახური სიწმინდეები ევროკავშირის იდეას? როგორ მუშაობს პროპაგანდა? რას კარგავს საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვით? როგორი იქნება უვიზო მიმოსვლის შეჩერების პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ფასი? საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ყველაზე აქტუალური პროცესების ანალიზი გადაცემაში სათქმელი ირინა ყურუასთან ერთად. დაკარგავს თუ არა საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციას და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა? უვიზო მიმოსვლა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების პატივისცემაზეა დამოკიდებული. 2025 წლის იანვარში ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლა საქართველოს სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის შეაჩერა. 2024 წლის დეკემბერში ევროკომისიის ანგარიში საქართველოზე სერიოზული შეშფოთება გამოითქვა. როგორია ევროკავშირის რეკომენდაციები? ფუნდამენტური უფლებების დაცვა და თავისუფლების შემზღუდავი კანონების გაუქმება. რა ხდება შემდეგ? ევროკავშირი საქართველოსგან ელოდება განახლებულ ინფორმაციას აგვისტოს ბოლომდე. მანამდე კი განცხადებები ოფიციალური თბილისიდან უკიდურესად მწვავე და აგრესიულია. მართველი პარტიის ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩი ქვეყნიდან გასაგდებია და მასზე რომ იყოს დამოკიდებული, გააძევებდა. ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა, როდესაც მას პაվել ჰერჩინსკის კომენტარის განმარტებას თხოვეს. კალაძის თქმით, რა უბედურებაც ქვეყანაში ხდება, ყველაფერი მოდის დასავლური ბიუროკრატიიდან. საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადება კი იმაზე იყო, რომ რეპრესიების შეჩერება, უსამართლო დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და ღია დიალოგი არის ერთადერთი გზა კრიზისის მოგვარებისა და ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის. საქართველომ უვიზო მიმოსვლის უფლება სამოქმედო გეგმისა და გზამკვლევის მოთხოვნების შესრულების შედეგად 2017 წლის 28 მარტიდან მოიპოვა. დღეს კი ქვეყანა ამ მონაპოვრის დაკარგვის რისკის წინაშე დგას. არსებობს თუ არა ვიზა ლიბერალიზაციის შენარჩუნების შანსი და რა უნდა გაკეთდეს ამისთვის? ძირითადად ამ საკითხებზე ვიმსჯელებთ მომდევნო 1 საათის განმავლობაში. დღეს ჩვენი სტუმრები იქნებიან თამარ გუგულაშვილი, ევროპარლამენტის მწვანეთა პარტიის ყოფილი საპარლამენტო მრჩეველი, გიორგი ბილანიშვილი, საგარეო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარი, პაატა ბაირახტარი, ეკონომისტი და ლადო ბოჟაძე, საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური გაერთიანება ევროპელი სოციალისტების წევრი. გადაცემაში მონაწილეობაზე უარი გითხრეს ქართულ ოცნებაში მმართველ პარტიაში სპიკერი ვერ მოიძებნა ვერც ცენტრალურ და ვერც ადგილობრივ დონეზე. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ საუბარი ჩვენ სტუმრებთან, ჩვენი პირველი სტუმარი ქალბატონი თამარი უკვე ხაზზეა. საღამო მშვიდობისა, მადლობა რომ გვითმობთ დროს. დარწმუნებული ვარ, კარგად გესმით ჩვენი ხმა, ქალბატონ თამარ. დიახ, ძალიან კარგად მესმის, გამარჯობა. კი ბატონო, ქალბატონ თამარ, ევროკავშირთან ურთიერთობა, უფრო სწორად ურთიერთობის პერსპექტივა ახლა კრიზისულ ფაზაშია. ამ ფონზე კახა კალაძის განცხადება ძალიან რთული მოსასმენი იყო. დაახლოებით ასე ჟღერდა, რომ მე თუ მკითხავთ ევროკავშირის ელჩი ქვეყნიდან გასაგდებიაო და ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული გავაძევებდიო. ეს პასუხი ელჩის განცხადების საპასუხოდ გაკეთდა, სადაც პაվել ჰერჩინსკი ამბობდა, რომ რეპრესიების შემცირება, უსამართლო დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და ღია დიალოგი არის ერთადერთი გზა კრიზისის მოგვარებისთვის და ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვისო. ცოტა ხნით ადრე ამას უსწრებდა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადება, ისევ პაվել ჰერჩინსკის მისამართით, ის ამბობდა, რომ ის დაკავებას უსამართლოს იმიტომ უწოდებს, რომ ამ ძალადობას ამართლებსო. ევროკომისია რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას საქართველოს ხელისუფლებისგან აგვისტოს ბოლომდე ელოდება. ძალიან მოკლე ვადა გვაქვს დამერწმუნებით. გთხოვთ შეგვიფასოთ საქართველოს ევროკავშირს შორის, აი ახლა ამ ეტაპზე არსებული ვითარება და ოფიციალური თბილისის აგრესიული რიტორიკის გავლენა ამ ურთიერთობაზე. მადლობთ მოწვევისთვის. კი, უმწვავესი ფაზა არის ამჟამად ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის და ამ უმწვავეს ფაზას, რა თქმა უნდა, განაპირობებს და სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს დე-ფაქტო მთავრობას, იმიტომ რომ
მარტო ეს ბოლო განცხადებები, ეს ბოლო ორი განცხადება რაც გამოიყვანეთ ნათლადად ჩვენ. უკაცრავად? დიახ, გვესმის თქვენი ხმა ქალბატონ თამარ, ბოდიშს გიხდით პირდაპირ ეთერში, ხდება ხოლმე. დიახ, ანუ ეს ბოლო ორი განცხადებაც უკვე ნათლადად ჩვენებს ეს უმწვავესი თავდასხმები ევროკავშირის ელჩზე, ნათლადად ჩვენებს რა ფაზაში იმყოფება ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობები. სინამდვილეში ყველაფერი, რა თქმა უნდა, გამოწვეულია საქართველოს მთავრობის მოქმედებებით და დიდი ხანია მათ სურთ, რა თქმა უნდა, რომ მეტი იზოლაცია მოხდეს ქართული ხალხის ევროპისგან, დასავლეთისგან, იმიტომ რომ რაც უფრო ხალხს არ ეწოდინება არ იქნება კავშირი დასავლეთთან, მით მეტი შანსი აქვს, რომ თავისი ავტოკრატული რეჟიმი შეინარჩუნონ და გაახანგრძლიwon და აქედან არის ზუსტად გამოწვეული ის ფაქტი, რომ ყველაფერს აკეთებენ, რომ უვიზო გაჩერდეს, ყველაფერს აკეთებენ, რომ აბსოლუტურად ყველა კონტაქტი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. და რა თქმა უნდა, როდესაც ევროკავშირის ელჩი აჟღერებს ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას, რაც იმ წელშიც იყო ბოლო წელშიც და დიდი ხანია ყველა რეზოლუციასა თუ მოხსენებაში, რაც ევროკავშირს მიუღია საქართველოსზე ბოლო თვეების განმავლობაში, ეს ყველაფერი უკვე იყო, რა თქმა უნდა, ნათქვამი და უფრო კრიტიკულადაც. ანუ ფაქტი, რომ ევროკავშირის ელჩს ასე ესხმიან თავს საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობა, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი, რა თქმა უნდა, თავს ესხმიან თვითონ ევროკავშირს და არ უნდათ აბსოლუტურად არც ერთი რეკომენდაციის შესრულება. ანუ იმ ქართული ოცნებიდან, რომელიც, რა თქმა უნდა, გარკვეულად რაღაც გარკვეულ რეკომენდაციებს ადრე ასრულებდა, ზოგს ძალიან ბევრს არ ასრულებდა, მაგრამ რაღაცას მაინც თანამშრომლობდა, დღეს უკვე დაშორებული ვართ. დღეს იგივე აგრესიული რიტორიკაა, შეიძლება უფრო მეტად აგრესიული, უფრო მდარე თავდასხმებია ეს ყველაფერი, ვიდრე სხვა ძალიან ავტოკრატულ რეჟიმებს ჩვენს რეგიონში ქონიათ უკვე ევროკავშირზე ან აქვთ ხო ამ შემთხვევაში პარალელურად ამ აგრესიული რიტორიკისა და ამ თავდასხმებისა ახლა რასაც თქვენს უსვამთ ხას ჩვენ გვესმის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან რომ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება არ მოხდება. რა შეიძლება საფუძვლად ედოს ასეთ განცხადებებს და თქვენ ადამიანი რომელიც შიგნიდან უყურებთ პროცესებს ძალიან ახლოდან რა მოლოდინი გაქვთ რა შემთხვევაში შეიძლება დაიკარგოს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა, რამდენად ახლოს არის ეს გადაწყვეტილება? ვიზა ლიბერალიზაცია შეიძლება შეჩერდეს, ეს არ მოხდება, როცა საცხადებენ ამას მე ვერ ვიგებ ვის ეყრდნობიან, იმიტომ რომ თუ ეყრდნობიან ორბანი ამას ვერ დაბლოკავს, არ არის აუცილებელი მისი თანხმობა. ამიტომ რა თქმა უნდა ეს არის ევროკომისიის მიერ გასაკეთებელი და უნდა იყოს რამდენიმე ქვეყნის თანხმობა. ჭირდება სრულად 65% მოსახლეობის წარმოდგენილი უნდა იქნეს ამ ქვეყნების მიერ. ანუ 14 ქვეყანა უნდა შეიკრიბოს და მათ უნდა შეადგინონ ევროკავშირის მოსახლეობის 65%, რაც შესაძლებელია გაკეთდეს. ამიტომ რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა რატომ აცხადებენ ქართულ ოცნებაში რა გათვლა ეს რა პოლიტექნოლოგიას ევყარებიან. ალბათ ჩემი აზრით ისინი ელოდებიან რომ ვიზა ლიბერალიზაცია გაჩერდება, მაგრამ მომზადებული ექნებათ სხვა თავდასხმები ევროკავშირზე, რომ თქვან, რომ ისევ deep state-მა იმოქმედა რაღაც გამოგონილმა ძალამ და საქართველოს ეომებიან და ითრევენ ომში და რაღაც ყველა ეს დანარჩენი, ყველა ეს პროპაგანდა რაც აქვს, სინამდვილეში ევროკავშირი რას ეუბნება, რომ დაბრუნდნენ იმ გზაზე, რა გზაზეც რამდენიმე წლის წინ აფრელებდნენ ქართულ და ევროპულ დროშებს და ამბობდნენ, რომ ყველა იმ ევროკავშირისგან საქართველოს ქონდა იწერდნენ თვითონ, ხომ, რომ ამბობდნენ, რომ თვითონ მათი რეჟიმის დროს და ვიზა ლიბერალიზაცია და დაკავშირება და უმეტი დაახლოება საქართველოსი. კი ბატონო, ქალბატონ თამარ, აი ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვის შემთხვევაში არ არის კი ბატონო, აი ხარვეზით მოდის თქვენი ხმა, თუ გესმით ჩემი ხმა, ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვის შემთხვევაში ერთი ნაბიჯიღა რჩება კანდიდატის სტატუსის დაკარგვამდეო, ეს არის საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადება. აი თქვენ რას ფიქრობთ ამ ორი ფაქტორის ურთიერთკავშირზე? უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემთხვევაში საფრთხე დაემუქრება თუ არა კანდიდატის სტატუსს? საფრთხე დაემუქრება კანდიდატის სტატუსს, იმიტომ რომ ჩვენ რო
ხსენოთ ჩვენ საკუთარ მოსახლეობას, კანდიდატის სტატუსი ჩვენ გვაქვს დათქმებით მიღებული. ანუ ეს არ არის უკვე დიდი ხანია გარანტირებული, იმიტომ რომ მაშინ გახსოვთ 9 დათქმა უნდა შეგვესრულებინა, რაც რა თქმა უნდა ახლა ვართ 100 ნაბიჯით კიდევ უკან, მაგრამ კანდიდატის სტატუსი შეიძლება საერთოდ უკან წაიღოს ევროკავშირმა, თუმცა ეს ნაბიჯი ამ ნაბიჯის ჯერჯერობით არ არის საუბარი, იმიტომ რომ ალბათ ევროკავშირი იმედოვნებს, რომ საქართველოს შემდეგ ოდესღაც დაუბრუნდება, მიჭირს სიტყვა ოდესღაც ვიხმარო, მაგრამ ალბათ რომ დაუბრუნდება ისევ ევროპისკენ დაახლოების გზას. მაგრამ რა თქმა უნდა ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება შეიძლება მოხდეს, ეს ძალიან ადვილად შეიძლება მოხდეს და ამ შემთხვევაში ვფიქრობ ძალიან ნათლად უნდა ვთქვათ, რომ თავდაპირველად ეს იქნება შეჩერება, ეს არ იქნება ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტა, შეჩერება გარკვეული პერიოდით, შეიძლება 9 თვით, შეიძლება 12 თვით და შემდეგ დიალოგის სურვილი ევროკავშირიდან საქართველოს დე ფაქტო მთავრობასთან, ის გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას, რასაც იმ წერილითაც ითხოვს ევროკავშირი, რომ აღადგინოს მჭიდრო ურთიერთობები საქართველოსთან. ანუ ეს არის იგივე, რაც ნებისმიერ, თქვათ, კავშირში შემავალ ქვეყანას მოეთხოვება, ანუ გარკვეულ ორგანიზაციის წევრ, როდესაც ხდება ქვეყანა, გარკვეულ ვალდებულებებს იღებს საკუთარ თავზე. თუ როდესაც იგი ამ ვალდებულებებს ძალიან ნაცვლად არღვევს და ეს ნათელია და ეს რამდენიმე თვე გრძელდება, შემდეგ ის ორგანიზაცია ვალდებულია უთხრას ამ ქვეყანას, რომ უნდა მოიყვანოს საკუთარი კანონმდებლობა ისევ ასე ვთქვათ, ჰარმონიაში ამ ორგანიზაციის წესებთან. ეს არის სულ, ამაზე იყო ლაპარაკი ევროპის საბჭოში, სადაც საქართველოს თქვენ გახსოვთ, წულუკიანის ხელმძღვანელობით დელეგაციამ უთხრა ევროპის საბჭოს, რომ არ აწყობდა მოკლედ იმ რეკომენდაციებს გატარება, რაც ერთი და იგივეა სხვათა შორის, ევროკავშირი იქნება ეს თუ ევროპის საბჭო და წამოვიდა ხო ეს დელეგაცია. ეხლა იგივეს აკეთებენ ევროკავშირთან, ევროკავშირიც იგივე რეკომენდაციებს აძლევს და კიდევ ერთხელ დავბრუნდები, რამდენიმე წლის წინ იგივე ანტიდისკრიმინაციულ კანონს და ყველაფერს თავად ქართული ოცნების ძალა იღებდა ხო, რომ ევროკავშირთან დაახლოებულიყო. ნუ დღეს შეცვლილია სრულად რა კურსი, შეტრიალდნენ ზურგიში აქციას ევროკავშირს, ევროპას, დასავლეთს და ეს ზურგიში ექცევა ამავე დროს გამოიხატება ძალიან მძაფრი და აგრესიული თავდასხმებით, პირადი თავდასხმებით. აქ მინდა ასეთი რამ ვკითხოთ. მაგალითად, უვიზო მიმოსვლას დაკავშირებით თუ საბოლოოდ უარყოფითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. აი ამის შემდეგ რამდენად როგორ არის პროცედურულად მიმული კანდიდატის სტატუსის გაჩერება. აი ესეც საინტერესოა და შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ყველაზე ცუდი სცენარია და ვიმედოვნებთ, რომ ეს ასე არ მოხდება, მაგრამ აი შემდეგ რაზეა დამოკიდებული, ისევ თავიდან უნდა დაიწყოს საქართველოს ყველაფერი ეს სამოქმედო გეგმა და ის პროცედურები, რაც ჩვენ გავიარეთ, თუნდაც საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება და ასე შემდეგ. ანუ რამდენად მალე დაიბრუნებს ქვეყანა ნდობას, შესაძლებელია ყველაფერი იმ ეტაპიდან გაგრძელდეს, სადაც გაჩერდება და რამდენად რთულია შემდეგ როგორც კანდიდატის სტატუსის, ისე ვიზა ლიბერალიზაციის დაბრუნება, აი როგორც დროში, ასე პროცედურულად. დიახ, ანუ ჯერ ვიზა ლიბერალიზაციაზე რომ ახსნათ, ვიზა ლიბერალიზაცია ეს არის ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი შეთანხმება, ხო დამოკიდებული. ანუ ეხლა უკვე ევროკავშირი ამაზეც ფიქრობს, რომ ასოცირების შეთანხმებას გადახედოს. ანუ სანამ კანდიდატის სტატუსამდე მივალთ, ჩვენ შეიძლება ვახსნათ ის, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას აქვს ორი ფაზა. თავიდან არის 9 თვიანი ან 12 თვიანი შეჩერება, შემდეგ თუ ქვეყანა ჰარმონიულად მოიყვანს ამ კანონმდებლობის წესრიგში შეჩერება შეწყდება და აღდგება ვიზა ლიბერალიზაცია, თუ არა იქნება მეორე ფაზა და ეს მეორე ფაზა არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ახალი წესები რაც მიიღო ევროკავშირმა, ისინი თვალისწინებენ, რომ ის მეორე ფაზის ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტა შეიძლება მხოლოდ იმ ადამიანებზე გავრცელდეს, ანუ მართლ ძალაზე, რომელიც არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ანუ აღარ გავრცელდეს მთლიანად მოსახლეობაზე. მაშინ როცა პირველი ფაზა მთლიანად ქვეყანაზე ვრცელდება. ანუ ამასაც აქვს გარკვეული ფაზები და დრო არის საქართველოსთვის. ამას ეს მინდა ავხსნა. ეხლა ასოცირების შეთანხმება თუ შეწყდა
ან ჯერჯერობით ევროკავშირი ითხოვს აუდიტს. ანუ ამ ასოცირების შეთანხმების გადახედვას იურისტების მიერ და გადახედვას ასევე საქართველოს ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობების, რომლებიც არიან კანონებთან ყველანაირად შორს არის, ეს არის რეპრესიული კანონები, ასე ვთქვათ, და ამის მოკლედ აუდიტი და ეს რა თქმა უნდა თუ ეს მოხდა ევროკომისიის იურიდიული სერვისის მიერ, რა თქმა უნდა ასოცირების შეთანხმების შეწყვეტაც იქნება. და აი ეს უკვე უფრო ძალიან მტკივნეულია, იმიტომ რომ ჩვენ თუ ასოცირების შეთანხმებას დავკარგავთ, ამას დაჭირდება შემდეგ უკან ისევ ასოცირების შეთანხმების მიღებას ძალიან დიდი დრო დაჭირდება და შეიძლება ვეღარც მივიღოთ. კანდიდატის სტატუსი ეს უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილება არის, რომელიც ერთ-ერთი ბერკეტია შემდეგი, მე ასე ვუყურებ მაგალითად პირადად ევროკავშირის ხელში გააჩნია საქართველოში მოვლენები როგორ განვითარდება, ეს შეიძლება შეაჩერონ უვიზო რეჟიმის შეჩერების პარალელურად ან შემდეგ, ან საერთოდაც არ შეაჩერონ და გაყინონ ეს კანდიდატის სტატუსი როგორც ეხლაა. ეხლა ჩვენი კანდიდატის სტატუსი არის გაყინული, ხო, არსად არ მივდივართ, პირიქით ევროკავშირთან აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვთ და არ თანამშრომლობენ ჩვენი მთავრობა და პირიქით უკვე საქართველოში მყოფ ელჩსაც პირადად თავს ესხმიან. ანუ ურთიერთობები არის ნულზე ქვემოთ, ხო, ძალიან ცუდი. ხალბატონ თამარ. ამიტომ კანდიდატის სტატუსი უკვე გაყინული გვაქვს და ეს თუ შემდეგ გაიწვიეს ეს კანდიდატის სტატუსი, ეს არის სრულად პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება მიიღონ, როდესაც უნდათ. ანუ ეს ფაზები უკვე აღარ არის ნათელი, როდის შეიძლება მოხდეს ეს. კი ბატონო, და აი კიდევ ერთ კითხვას მოვასწრებთ, ხალბატონ თამარ. სინდისის პატიმრობად წოდებული სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ახლა პატიმრობაში იმყოფებიან, მათი საქმეები, ჟურნალისტების ფოტო და ტელეობიექტივებისთვის დახურული სასამართლო პროცესები, მზიამაღლობელი საქმე, აი რა შეფასების გაკეთება შეგიძლიათ? რამდენად შეესაბამება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სამართლებრივ სტანდარტებს ეს პროცესები? არის ეს ის, რასაც მოელის ევროკავშირი კანდიდატი ქვეყნისგან? არა, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სრულად საპირისპირო ყველაფერი ეს ჟურნალისტის, როგორც მზიამაღლობელი სისხლების დევნა, რეპრესიები, ფიზიკური თავდასხმები, რაც წლებია სხვათაშორის საქართველოში ხდება და დაუსჯელია, მაგრამ დღეს განსაკუთრებით ეს ყველაფერი არის ევროკავშირისთვის ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, ლაკმუსის ქაღალდივით შეიძლება ვთქვათ, რომელიც ადლათად აჩვენებს ქვეყანას ადიმყოფება, ხო? არა მარტო ფუნდამენტური უფლებების დაცვის, არამედ სამართლებრივ სახელმწიფო ჩარჩოებში რამდენად ჯდებით და რა თქმა უნდა არა. და ეს ყველაფერი აქტივისტები, რომლებიც ციხეში არიან, მათი პროცესები, თვითონ ამ პროცესების შემდეგ გადახედვა და დახურვა მედიისთვის თუ თქვათ საერთაშორისო დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის, ესეც მიუთითებს იმას, რომ რეჟიმს აღარ სურს ძალიან ნათლად ჩანდეს ყველასთვის თუ როგორ ირღვევა თავისუფალი სასამართლოს წესებით საქართველოში, ანუ ესე იგი სამართლებრივი სახელმწიფოს აბსოლუტურად ყველა რგოლი არის მოშლილი და ეს ყველაფერი ძალიან ნათლად მაინც ჩანს, მაინც ვერ მალავს რეჟიმი და რა თქმა უნდა, როდესაც არაფერი არ აქვს საპასუხო, რადგან მას არ სურს შეასრულოს ის რეკომენდაციები, რასაც ევროკავშირი აძლევს, იმიტომ რომ ეს რომ შეასრულოს, გამოდის რომ ყველაფერი აბსოლუტურად რაც გააკეთა იმისთვის, რომ ძალაუფლებაში დარჩეს უკან უნდა გაიწვიოს, ამას არ გააკეთებს, ხო, ამას ნათლად ამბობენ, რომ არ გააკეთებენ და იმის მაგივრად რომ თქვან, რომ უნდათ ხელისუფლებაში დარჩენა ყველაფრის ფასად, ანუ საქართველოს დაკარგოს აბსოლუტურად ყველაფერი კანდიდატის სტატუსი იქნება ეს უვიზო იგევნებენ აი ამ რაღაც უხეირო, მე მაგალითად უწოდებდი უხეირო პროპაგანდას, რომ ხალი-ხალია, კაცი-კაცია, რაღაცა სისულელები, რაზეც რა თქმა უნდა ევროკავშირი არც კი ცდილობს ხოლმე რომ უპასუხოს, იმიტომ რომ ეს გამოდის მათ თამაში შესვლა, იმედად არის ეს. სამწუხაროდ ეს გზავნილები საზოგადოების რაღაც ნაწილზე მაინც მოქმედებს. გასაგებია რომ რაღაცა არასერიოზულად აღიქვამს ამას ევროკავშირი, მაგრამ როგორ ჩანს მაინც პროპაგანდა საქართველოში ძალიან ძლიერია. ხალბატონ თამარ, ძალიან დიდი მადლობა ჩვენ, რა თქმა უნდა, მივადევნებთ პროცესებს თვალყურს მეტი რაღა დაგვრჩენია და იმედი იმისა, რომ არ დავკარგოთ ეს მონაპოვარი, რისთვისაც არის სწორი სტრატეგია ეხლა აუცილებელი. მადლობა თქვენ, რომ თანამშრომლობთ ჩვენთან, რომ გვაწვდით თქვენს ანალიზს და გვაძლევთ საშუალებას შევთავაზოთ ჩვენს აუდიტორიას. ვემშვიდობებით ჩვენ სტუმარს თამარ გუგულაშვილი, ევროპარლამენტის მწვანეთა პარტიის ყოფილი საპარლამენტო მრჩეველი იყო ახლა პირდაპირ ეთერში და ჩვენ შეგვიძლია უკვე გადავიდეთ ჩვენ შემდეგ სტუმართან კითხვებით. ბატონი გიორგი ბილანიშვილი შემოგვიერთდა უკვე საგარეო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარი. ბატონ გიორგი, საღამო მშვიდობისა, მადლობას გიხდით, რომ გვითმობთ დროს. ევროკავშირი
საღამოშვიდობის. მოწვევისთვის. კი ბატონო, მადლობა თქვენ. ევროკავშირი და საქართველო უსაფრთხოების კონტექსტში. მინდა თქვენთან აი ეს საკითხი განვიხილოთ, თუ შეიძლება. ნიშნავს თუ არა ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მეტ გარანტიას. რატომ არის გაერთიანების წევრობა საქართველოსთვის ახლა მნიშვნელოვანი ფაქტორი მისი თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის? აი, გთხოვთ ამ მიმართულებით გაუზიაროთ ჩვენს აუდიტორიას თქვენი კომპეტენტური ცოდნა და ანალიზი. იცით, უსაფრთხოება იმდენად ფართო ცნება არის ხა 21 საუკუნეში, რომ ის პრაქტიკულად ყველა ასპექტს მოიცავს. ხა ჩვენი ევროკავშირთან თანამშრომლობა ერთის მხრივ არის დაზიანებული და მეორეს მხრივ ასევე არის დაზიანებული ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობა. შეჩერებულია ბევრი პროგრამა, რომელიც არსებობდა ჩვენი თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში და ასე ვთქვათ, გარდა ამ პროგრამებისა იყო კიდე ცალკეული პროგრამები, რომელიც ჩვენი საჯარო სექტორის წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურებოდა. ზოგადად კიდე ერთი მთავარი ასპექტი ის არის, რომ ჩვენს და ევროკავშირის შორის თანამშრომლობის მოშლა და ზოგადად ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის მოშლა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჩებით ერთ-ერთზე ჩვენი უსაფრთხოების მთავარ გამოწვევასთან, როგორც არის რუსეთის ფედერაცია, რომელიც ცდილობს საკუთარი ექსკლუზიური გავლენის აღდგენას პოსტსაბჭოთა სივრცეში. არის ასევე ცალკეული ასპექტებიც, ხო, ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირის მისია მოქმედებს 2008 წლის მერე საქართველოს ტერიტორიაზე, მართალია ის ვერ ახერხებს სრულფასოვნად შეასრულოს თავისი ფუნქცია, იმიტომ რომ არ ეძლევა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა რუსეთის, ასე ვთქვათ, პოზიციის გამო, მაგრამ ამ მისიის არსებობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი უსაფრთხოებისთვის და ესეთი, ასე ვთქვათ, ვიწრო, როგორც ვიწრო, შედარებით ვიწრო, ისე ფართო პოლიტიკური უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები ძალიან ბევრი შეიძლება მოიძიოს. ბოდიშგიხტი ჩემი ხმამესმის კურსი და რაღაცნაირად ასე ვთქვათ მიჭირს. კი ბატონო, ვთხოვ ჩვენს რეჟისორს დაგვეხმაროს. ბატონ გიორგი, ევროკავშირისგან ზურგშექცეული, გარკვეულწილად აი ზურგშექცეული საქართველო. რჩება თუ არა რუსეთის პირისპირ, თქვენ გარკვეულწილად ახლა ამაზე გააკეთეთ განცხადება, მაგრამ მოდით სიღრმეებში წავიდეთ. რჩება თუ არა რუსეთის პირისპირ მარტო და რა საფრთხის წინაშე დგება იგი, რა გამოწვევა საქართველოსთვის ისევ თავდაცვის და უსაფრთხოების კონტექსტში რუსეთთან თანამეგობრობის გარეშე ისეთი საყრდენის გარეშე, როგორიც არის ევროზონა, ევროკავშირში გაწევრიანებული ქვეყნები და ასევე ხაზგასასმელია ისიც, რომ არც ნატოსთან გვაქვს ჩვენ ეხლა სახარბიელო ურთიერთობა. ხო, არც ნატოსთან და არც ერთ სტრატეგიულ პარტნიორთან, რომლებთანაც ჩვენ გქონდა წარსულში ასე ვთქვათ, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა იქნებოდა ეს პოლიტიკური ასპექტი თუ უსაფრთხოების ასპექტი, რაც არის ძალიან სამწუხარო მოცემულობა. ეხლა ის თუ რა საფრთხის წინაშე დგება საქართველოს, ეს რომ შევაფასოთ, უფრო ფართო კონტექსტის დანახვა არის ალბათ უფრო მიზანშეწონილი, ხო და ეს ფართო კონტექსტი სამწუხაროდ სახეზეა პირველ რიგში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის ფონზე. ეს სამხედრო აგრესია ხო მარტო ასე ვთქვათ იმას არ ისახავს მიზნად, რომ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინოს რუსეთთან. ამის თავარი ამოცანა და მიზანი არის ის, რომ რუსეთმა აღიდგინოს, ასე ვთქვათ, თავისი დაკარგული გავლენა არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ მთლიან პოსტსაბჭოთა სივრცეზე. და ჩვენ ხედავთ თუ პირდაპირ სამხედრო აგრესიის ფორმით ხედავთ ამის ცდელობას უკრაინაში, სხვადასხვა ფორმებით ხედავთ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან მიმართებაში და მათ შორის ასე ვთქვათ საქართველოსთან მიმართებაში, რომელსაც თანამედროვე ტერმინს ჰიბრიდულ ომს უწოდებენ. ეხლა ამ ჰიბრიდულ ომთან გამკლავება ჩვენზე გაცილებით უფრო ძლიერ და ასე ვთქვათ დიდი შესაძლებლობების მქონე სახელმწიფოებს უჭირს. და ამ ჰიბრიდულ ომთან გამკლავების პროცესში, აი თუ დააკვირდებით, იგივე ახლა ევროკავშირზე კონცენტრირდებით, ხო? ევროკავშირის ქვეყნები ერთნაირად, ასე ერთობლივი ძალისხმევით ცდილობენ დაპირისპირებას. და ჩვენ ამ აი ესეთ რთულ გარემოში
დავრჩით პრაქტიკულად მარტო და ესეთ პირობებში ბუნებრივია რუსეთის ჰიბრიდული საფრთხესთან გამკლავება ძალიან რთულია. ეხლა ევროკავშირს რო თავი დავანებოთ და ჩვენ უშუალო სამეზობლოს შევხედოთ, მაგალითად აზერბაიჯანის მაგალითზე, ან სომხეთის მაგალითზე კი ბატონო, სომხეთი ლიდერად ჩამოყალიბდა, ხო ამ პროცესს ვადევნებთ თვალყურს და საქართველოს დათმო. ეს დატვირთვა და ლიდერობის როლიც დათმო და სწორედ ამაზეც მინდოდა მეკითხა, როგორ ხდება ეს და რატომ მოხდა ესე? ეს მოხდა იმიტომ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მიზანმიმართულად დააზიანა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და ამავდროულად, ასე ვთქვათ, სომხეთის ხელისუფლებამ პირიქით საკუთარი ქვეყნის განვითარებისთვის მიზანშეწონილად მიიჩნია ჩამოშორებოდა, ასე ვთქვათ, რუსეთს, დისტანცირება მოეხდინა რუსეთიდან, ჩამოშორება ალბათ გადაჭარბებული შეფასება და გაეღრმავებინა ურთიერთობები დასავლეთის ქვეყნებთან და მათ შორის დაეწყო ეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. ეს არის წმინდად, ასე ვთქვათ, ერთის მხრივ საქართველოს ხელისუფლების ჩემი აზრით ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის დამაზიანებელი არჩევანი და მეორე მხრივ სომხეთის ხელისუფლების პირიქით, ასე ვთქვათ, სომხეთის ეროვნული ინტერესებისთვის სასარგებლო არჩევანი. ეხლა საზოგადოების განწყობას თუ შევხედათ, მე ეჭვი მეპარება, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მაგალითად სომხეთში უფრო მაღალი მხარდაჭერა ჰქონდეს ვიდრე საქართველოში. ჩვენი საზოგადოება ყოველთვის ორიენტირებული იყო იმაზე, რომ ჩვენ ასე ვთქვათ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი ვიყავით და ყოველთვის მივისწრაფოდით აქეთკენ. მაგრამ სამწუხაროდ კიდევ ერთხელ მიწევს ამის ხაზგასმა, რომ ხელისუფლების ძალისხმევით ესე მოხდა. კი ბატონო გიორგი, 3+3 ფორმატზე მინდა გკითხოთ, პერიოდულად გააქტიურდება ხოლმე ამაზე საუბარი. მაყურებლისთვის ვიტყვი, რომ ეს ფორმატი მოიაზრებს სამხრეთ კავკასიის 3 ქვეყნის, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო და მათ 3 დიდი მეზობლის, რუსეთი, თურქეთი, ირანი, მათ შორის თანამშრომლობას. აი, რუსეთი საქართველოს თავაზობდა და სთავაზობს ჩრდილოეთის სამხრეთის სტრატეგიულ სატრანსპორტო კორიდორში ჩართვას და ასე განიხილავს, ასე წარმოაჩენს ამ ფორმატს რუსეთი, როგორც უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ ელემენტს რეგიონში. საინტერესოა, რამდენად რეალისტურად გამოიყურება დღეს ამ ფორმატის ამოქმედება და საქართველოსთვის ეს საფრთხეა, ჩიხია, უფრო პერსპექტივა, აი რას ხედავთ ამ მიმართულებით? იცით როგორ არის, ჩემი შეფასებით ყველა ფორმატი შეიცავს როგორც ასე ვთქვათ ხსნის გარკვეულ შესაძლებლობებსაც, ისე შეიცავს რისკებსაც. ეხლა ეს ფორმატი უკვე ამოქმედებულია, მის ფარგლებში რამოდენიმე შეხვედრა უკვე ჩატარდა, საქართველოს აღებულობს მონაწილეობას ამ ფორმატში. და ხილი განცხადებებიც ახსოვს ჩვენ საზოგადოებას, ხელისუფლების წარმომადგენლების, რომ ამ ეტაპზე არ განიხილება ჩვენი ჩართულობა ამ ფორმატშიო. დიახ, გეთანხმებით, არის ესეთი განცხადებები, მაგრამ ზოგადად ეს მოვლენების განვითარება საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული, ქართული ოცნების მიერ არჩეული კურსი და რეგიონში შექმნილი კონტექსტი მიუთითებს ალბათ მიგვანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს შეიძლება ჩაერთოს ამ ფორმატში მომავალში. ეხლა ამ ფორმატიდან კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ მხოლოდ ასე ვთქვათ უარყოფითად ალბათ არ უნდა შეფასდეს ეს ფორმატი. ამის თავარი უარყოფითი გარემოება ის არის, რომ ჩვენ იმ პირობებში თუ ჩავერთვებით ამ ფორმატში, როცა აღარ გვექნება ურთიერთობები, ან გაუარესებული გვექნება ურთიერთობები უკიდურესად გამოცემულობას დღეს გვაქვს დასავლეთის ქვეყნებთან და იგივე ევროკავშირთან, ცხადია, რომ ეს დაამძიმებს ჩვენ სიტუაციას. და მეორე რაც არის, ეს ფორმატი ითვალისწინებს ეკონომიკური დერეფნების გახსნას. როგორც კი ამ ფორმატში ჩავერთვებით, იქ აუცილებლად დადგება ჩემი აზრით აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის გავლით და ცხინვალის ოკუპირებული ტერიტორიის გავლით ამ ეკონომიკური დერეფნის აღდგენის საკითხი და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, ასე ვთქვათ, უნდა გქონდეს სწორად შეფასებული ეს ჩვენ ტერიტორიული მთლიანობისთვის მოიტანს სარგებელს თუ პირიქით დააზიანებს ამას და როგორ ასე ვთქვათ დავამენეჯმენტოთ ესეთი საკითხები. ეს ერთი მთავარი საკითხია და სხვა ესეთი საკითხები იქნება აუცილებლად ჩართვის შემთხვევაში, თუმცა მოვლენები ისე ვითარდება ეხლა ჩვენს რეგიონში სომხეთის და რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებს თუ შევხედავთ, ამ ფორმატის პერსპექტივა ნაკლებად ჩანს რეალურად, რო ვთქვათ და ეხლა წესით ნაკლები
ნაკლები ასე ვთქვათ ინტერესი უნდა კონდეს საქართველოს ხელისუფლებას მიიღოს ამ ფორმატში ჩართვის გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ისედაც დიდი ეფექტიანობა არ ქონდა ამ ფორმატს. და ბატონ გიორგი, აი ბოლო კითხვა მინდა მოვასწროთ. თუ შეიძლება რამდენადაც შესაძლებელია მოკლე პასუხი. ომის თემით манипуляცია ისევ ძალაშია დღეს საქართველოში და საზოგადოების ნაწილზე ეს გავლენას ახდენს. აბა ომი გინდათ ეს მესიჯი ისევ მუშაობს როგორც ჩანს. აი როგორ აფასებთ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად ამ კონტექსტის გამოყენებას ერში, რომლისთვისაც ომი ჯერ კიდევ ახლო ისტორიულ მეხსიერებაშია, აქ რა თქმა უნდა გულისხმობ აფხაზეთსაც, სამხრეთ ოსეთსაც. ეს არის ყოველად უზნეო პროპაგანდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს არის ძალიან ეფექტიანი და ის გავლენას ახდენს, ასე ვთქვათ, საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილზე, იმიტომ რომ ქართული ოცნება აი ტიპიური რუსული პროპაგანდის მეშვეობით ახერხებს იმას, რომ მოსახლეობას გაუღვივოს არარსებული, ასე ვთქვათ, შეგრძნებები და შიშები ომთან დაკავშირებით და შეუქმნას რასთავარია ილუზია, აბსოლუტური ილუზია, რომ ჩვენი ომში ჩართვა დასავლეთს უნდოდა რუსეთის წინააღმდეგ. ამაზე ასე ვთქვათ, ძლიერი გზავნილი რუსეთის მხარდასაჭერად, რომელიც ამტკიცებს, რომ ის არასოდეს არც ერთ ომს არ იწყებს, მაშინ როცა ვიცით ჩვენ უკრაინის მაგალითზე, საქართველოს მაგალითზე არის აგრესორი ქვეყანა და ამაზე ძლიერი გზავნილი, რომ ვიღაც კი არა დასავლეთი ჩვენ ომში გვთავდა რუსეთის წინააღმდეგ, ასე ვთქვათ, მოსკოვის სასარგებლო ძნელი წარმოსადგენია და ვერ ნახავთ თქვენ სხვა ვერც ერთი ქვეყნის ლიდერს, მათ შორის მოსკოვის მოკავშირე ლიდერებს იგივე ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომელიც იგივე ტიპის გზავნილს იმეორებდნენ, ან მასთან მიახლოებულ გზავნილს იმეორებდნენ. კი ბატონო, კი ბატონო. და პერიოდულად ახლაც აქტიურია ეს განცხადებები, რომ კონკრეტული ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები, მაღალჩინოსნები ითხოვდნენ მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში. ბატონ გიორგი, ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო. ეს გაუთავებლად ხდება და არ ხდება მარტო ასე ვთქვათ, საქართველოს აუდიტორიის, საქართველოს მოსახლეობისთვის. ეს ხდება მათ შორის იმ შემთხვევაში, როცა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები უცხოეთში მონაწილეობენ ამა თუ იმ ღონისძიებებში. ხო, მაგალითად, აი ანტალიის ფორუმში კობახიძე მონაწილეობდა და იქ გააკეთა იგივე გზავნილი და ეს არის ძალიან დიდი საჩუქარი, კიდევ ერთხელ ვიძახით რუსეთისთვის რა, ჩვენთვის არავისთვის. რა თქმა უნდა. ბატონ გიორგი, მადლობას გიხდით თქვენი დროისთვის. მადლობას გიხდით, რომ უპასუხეთ ჩვენ შეკითხვებს. გიორგი ბილანიშვილი იყო ჩვენი სტუმარი, საგარეო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარი და ჩვენ შეგვიძლია ეხლა მსჯელობა განვაგრძოთ და შემოგთავაზოთ პაატა ბაირახტარის ანალიზი, ეს ეკონომისტია, ბატონი პაატა, ჩვენ მასთან ძირითადად ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვის ეკონომიკურ ასპექტებზე ვისაუბრებთ. ბატონი პაატა, საღამოს მშვიდობის, მადლობა, რომ მონაწილეობთ გადაცემაში. უვიზო მიმოსვლის შეჩერების რისკები ცხადია, გამოწვევების წინაშე აყენებს ქვეყანას, განსაკუთრებით ეკონომიკური თვალსაზრისით. ბევრი მიმართულება აქვს ამ გამოწვევას. ცხადია, ვიზა ლიბერალიზაცია არ არის მხოლოდ ვიზის რიგში დადგომა. აი, რა არის ყველაზე მძიმე ეკონომიკისთვის ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვის შემთხვევაში? ყველაზე ნეგატიური მოსალოდნელი შედეგი. რას გამოარჩევდით და შემდეგ უკვე თემატურად ჩავშალოთ. მოგესალმებით, ჩვენს მაყურებელს მივესალმები. ჩვენ საკითხს უნდა შევხედოთ საკმაოდ კომპლექსურად. ჩვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ დასაწყისში, ნამდვილად ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების დაყვანა მხოლოდ მოგზაურობის გარკვეულ შესწავლამდე, რა თქმა უნდა, არამს და არამს არ შეიძლება და ეს გახლავთ საკითხის ძალიან ვიწრო პრიზმაში შეხედვა. ეს ერთი. რამდენიმე ძირითადი მიმართულება უნდა გამოიყოს ეკონომიკურ ნაწილში, რადგან მნიშვნელოვან დარტყმას მოახდენს პოტენციური ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება. პირველი ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვიზა ლიბერალიზაციას ჩვენი თანამოქალაქეები იყენებენ არა მხოლოდ გარკვეულწილად სამოგზაუროდ, დათასვენებლად და ასე შემდეგ, არამედ მას იყენებენ გარკვეული სეზონური სამუშაოებისთვისაც. ისინი არ არიან ემიგრანტები, უბრალოდ გარკვეულწილად სეზონურად აი ამ ვიზა ლიბერალიზაციის გათვალისწინებული კანონის ჩარჩოებში ისინი საზღვარგარეთ მუშაობენ, გარკვეულ
დოვლათს აგროვებენ და შემდეგ ქვეყნის შიგნით ბრუნდებიან და ეს დოვლათი და სიკეთე რომელიც არის გამომუშავებული ქვეყნის ფარგლებს გარეთ შემოედინება ქვეყანაში. კი ბატონო, ეს გზავნილები, ეს ქართველი ემიგრაციის კონტრიბუცია, რამდენად მნიშვნელოვანი წილი იყო, რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საქართველოსთვის, იმიტომ რომ ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ პირიქით უნდა დაბრუნდნენ საქართველოში ემიგრაციაში წასულები, ამაზე შემდეგ რაც თავაზობს სახელმწიფო, ამასაც გკითხავთ, მაგრამ ეს გზავნილების ფაქტორი და შემდეგ ამის შეჩერების პერსპექტივა რას მოუტანს ეკონომიკას? ნახეთ, უნდა დაბრუნდნენ ის ადამიანები, ვინც არიან ქვეყნიდან გასულები, ის ადამიანები ქვეყნიდან იმიტომ გავიდნენ, რომ ქვეყანაში არ იყო ის პირობები და არ იყო ის სამუშაო, რითაც ისინი შეძლებდნენ თავის გატანას, ხო? აქედან გამომდინარე, თუ ვინმე ძალით ვაბრუნებთ ქვეყანაში, ეს უნდა თქვა და ამას შინაპატიმრობა ქვია ქვეყნიდან გასulis აკრძალვა. თუ არა დაბრუნდნენ ქვეყანაში, რას ნიშნავს? ის ადამიანები ქვეყანაში კარგი ცხოვრებისა და კარგი პირობების გამო კი არ არიან იქ წასულები, იქ ისინი იმიტომ არიან წასული, რომ რაღაცა საერთოდ და საბადებელს ქმნიან საკუთარი ოჯახებისათვის, რომელიც საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკაში ითარგმნება და ჩვენ თუ მთლიან შიდა პროდუქტს შევხედავთ, მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ფინანსურ ფულად დავნილებს ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმირებაში. თუმცა მე აქ არ ვსაუბრობ ემიგრანტების მიერ, ასე ვთქვათ, გზავნილებზე. ეს კიდევ ფულადი შემოდინების სხვა წყაროა. მე ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, ვინც ემიგრანტები არ არიან, ემიგრაციაში არ არიან მაგრამ მაინც ვიზა ლიბერალიზაციის ჩარჩოებს ძალიან კარგად იყენებენ ეკონომიკური აქტივობით. ეს ორი დროებითი სამუშაოებისთვის, ხომ ასეა? კი ბატონო, ეს ორი განსხვავებული ფენომენია და ორივე ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს ჩვენს ეკონომიკაზე. მეორე მიმართულება, ჩვენ როდესაც ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე ვსაუბრობთ, მას ტექნიკური და ფისკალური ასპექტების გარდა გააჩნია მნიშვნელოვანი პრესტიჟული და ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ გვერდითი ეფექტები. თუ ჩვენ მაგალითად ვიზა ლიბერალიზაცია შეგვიჩერდება, ეს მაინც და მაინც დადებითი ფაქტორი არ იქნება პრესტიჟის თვალსაზრისით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენს იმ მცხოვრებ ინვესტორებთან, ვინც პოტენციურად შესაძლებელია ქვეყანას განიხილავდეს როგორც პოტენციურად საინვესტიციო ქვეყანას. ეს ტურიზმის მიმართულებითაც არ იქნება, იმდენად რამდენადაც ერთის მხრივ მაინც და მაინც ასე ვთქვათ, მიმზიდველი არ არის ის ქვეყანა, რომელსაც ვიზა ლიბერალიზაცია გაუჩერეს, ასეთი თუ არ მეშლება, მხოლოდ ერთი არის ევროკავშირის ისტორიაში, რომელსაც ვიზა ლიბერალიზაცია მისცეს და შემდეგ გაუჩერეს. აქედან გამომდინარე, პრესტიჟის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ნეგატიური დარტყმა იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის. აქედან გამომდინარე, ამას მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მივაქციოთ და მეორე, ტურიზმის თვალსაზრისით არიან კომპანიები, რომლებიც გამყრალ ტურებზე მუშაობენ ქვეყნის გარეთ და ამ კომპანიებში რაოდენ გასაკვირისა უნდა იყოს, ბევრი ადამიანია დასაქმებული და რა თქმა უნდა, ამ კომპანიებს მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნებათ. ეს ნიშნავს იმ ადამიანების ეკონომიკური პრობლემების შექმნას, ვინც აქ არიან დასაქმებული. კი ბატონო, დიახ, აი ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, ამ მიმართულებით რა ელოდება საქართველოს, ამაზეც მინდა გკითხოთ. ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვა გამოიწვევს თუ არა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გადახედვას. იმიტომ რომ სასიგნალო განცხადებები ჩვენ მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით. ეს ორი განსხვავებული მოცემულობა არის ერთმანეთთან, ასე ვთქვათ, ანუ ერთის გაჩერება მეორეს გაჩერებას ავტომატურად არ ნიშნავს, თუმცა კი ბატონო, ის ინფორმაცია მეც მოვისმინე, რომ შესაძლებელია მაგიდაზე აღმოჩნდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გადახედვაც. ეს თუ ასე მოხდება, მე პირდაპირ გეტყვით, რომ ეს იქნება ჩვენი ეკონომიკისათვის შესაძლებელია დამანგრეველი დარტყმა, იმდენად რამდენი მიმართულებით, იმდენად რამდენადაც ერთი წმინდა ფისკალური შემოდინების თვალსაზრისით ექსპორტის მიმართულებით და მეორე კუთხით ჩვენ შევხედავთ ჩვენი ექსპორტის სტრუქტურას დღეს. ჩვენ ექსპორტის სტრუქტურაში ძალიან მნიშვნელოვანი წილი უჭირავს მაგალითად DST ქვეყნებს. DST ქვეყნებს რამდენიმე ნეგატიური მომენტი აქვს. ერთი, ისინი არიან და გამოირჩევიან დაბალი წყიდულობითი უნარით და მეორე, ისინი არიან როგორც წესი ძალიან არასტაბილური ბაზრები. მაგალითად რუსეთის ბაზარი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური, იმდენად რამდენადაც ეს ქვეყანა ყველამ კარგად იცის, რომ თავის ეკონომიკურ პერპეტებს იყენებს პოლიტიკური მიზნებით და რუსეთის სატელიტი ქვეყნები, DST-ის გამონათვალში, რომლებზეც მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს მოსკოვს და
შეუძლია ასევე პოლიტიკური მიზნებით გამოიყენოს ამ ქვეყნის საექსპორტო ბაზრებით. აქედან გამომდინარე, ყოველი საუბარი რომ ჩვენ შესაძლებელია თავისუფალი ვაჭრობა შეგვიჩერდეს ევროკავშირთან, ეს ნიშნავს DSF-ის ქვეყნებზე ჩამოკიდებას, რაც როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით არის ფისკალურ ნაწილში საკმაოდ სენსიტიური და ნეგატიური ფაქტორების მომტანი, დაბალი წყვილობითი უნარიდან გამომდინარე, მეორეს მხრივ ეს არის ძალიან დიდი რისკი, იმდენად რამდენადაც ერთ ქვეყნები არიან ძალიან მყიფენი და ნებისმიერ დროს შესაძლებელია ნებისმიერი პოლიტიკური ნიშნით მათ პრობლემები შექმნან ეკონომიკურ ნაწილში. და ამისი გამოცდილება გქონია ჩვენს და ამისი ნათელი მაგალითია მაგალითად სომხეთი, როდესაც პოლიტიკური გარკვეული კონიუნქტურის ცვლილების შემდეგ უცებ აღმოჩნდა რომ რუსეთში სომხურმა კონიაკმა ხარისხის სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა. კი ბატონო. მეზღვაურებზე მინდა კითხოთ ბატონო პაატა, ქართველ მეზღვაურებზე როგორ აისახება უვიზო მიმოსვლის დაკარგვა, რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდებიან ისინი? კი ბატონო, როგორც ნებისმიერი სხვადასხვა სექტორში დასაქმებული ადამიანი, რომელიც როგორც ზემოთ ვახსენე, ვიზა ლიბერალიზაციის ბერკეტს ეკონომიკური მიზნებით იყენებდა ძალიან კარგად, რა თქმა უნდა, შეიძლება ამ პროფესიის წარმომადგენელი ადამიანებიც აღმოჩნდნენ ზუსტად იგივე რისკის წინაშე, რომელიც რისკებს ვისაუბრეთ საკმაოდ ცვლად წინა ნაწილში. აქედან გამომდინარე, მე ვიმედოვნებ რომ მაინც არ გადაიხედება ვიზა ლიბერალიზაცია და ის სანქციები ინდივიდუალურ დონეზე დარჩება, თუმცა თუ მაინც დადგა დღის წესრიგში ეს გამოწვევა, ის როგორც მეზღვაურებს, ისე ძალიან ბევრი სფეროს წარმომადგენელ ადამიანს მნიშვნელოვან პრობლემას შეუქმნის, რომელიც შემდგომში, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, ფორმირდება მთლიან ეკონომიკურ პრობლემებში. კი ბატონო, საქართველოს მთავრობის ხელისუფლების წარმომადგენლები და მთავრობის მეთაურმაც თქვა ასეთი რამ, რომ უვიზო მიმოსვლამ გარკვეულწილად წაახალისა ემიგრაციაო. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე და რეალურად ემიგრაციის საფუძველი ვიზა ლიბერალიზაცია შეიძლება იყოს? ეს იმდენად აზრს მოკლებული განცხადებაა, რომ ცოტა მიჭირს ამაზე კომენტარის გაკეთებას. ვიზა ლიბერალიზაციამ შესაძლებელია წაახალისოს, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ქვეყანაში დასვენება, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ადამიანები თუ თავიანთ ქვეყანაში აქვთ კარგი შემოსავალი, კარგი სამსახური, სხვა ქვეყანაში სამუშაოდ ნამდვილად არ გაიქცევა, იქ დასვენება ურთევნია. აქედან გამომდინარე, ვიზა ლიბერალიზაციამ კი არ წაახალისა ემიგრაციის ტალღა. ვიზა ლიბერალიზაცია ემიგრაცია წაახალისა ქვეყანაში არსებულმა ძალიან მძიმე სოციალურმა ფონმა, იმ დაბალმა ეკონომიკურმა აქტივობამ, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომამდე იყო და ყველა უცხო არავისთვის არ არის, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი გაიზარდა რიგი ფაქტორებიდან, ობიექტური ფაქტორებიდან გამომდინარე, თუმცა ამის მიუხედავადაც ინკლუზიობის დონე საკმაოდ დაბალი რჩება ქვეყანაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ნაწარმოების სიკეთე კონკრეტულ ჯგუფებზე ითარგმნება და მთელ საზოგადოებაზე თანაბრად არ ნაწილდება სამწუხაროდ, აი ამ ყველაფერმა წაახალისა ემიგრაციის ტალღა და არა ვიზა ლიბერალიზაცია. დამერწმუნეთ ის ადამიანები, ვინც იქ სამუშაოდ არიან ემიგრაციაში წასულები, ყველა მათგანს ურჩევნია რომ ის წასული იყოს დასასვენებლად და არა სამუშაოდ. ბატონო პაატა, კი ბატონო, ბოლო კითხვას დაგისვათ ასეც, სწორედ ამ ადამიანების ბედთან, პერსპექტივასთან დაკავშირებით, თუ უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მაინც იქნება მიღებული, რა აქვს შესათავაზებელი დღეს ხელისუფლებას ემიგრაციიდან დაბრუნებულებისთვის, გნებავთ იძულები დაბრუნება დავარქვათ, არ ვიცით ხო, თუ ეს უვიზო მიმოსვლა შეჩერდა, მართლაც ბევრი ვერ გავა საქართველოდან, ვერც დროებითი სამუშაოს მიზნით, ვერც სამედიცინო მიზნებით და ასე შემდეგ. რისი რესურსი არსებობს ქვეყანაში? დასაქმების ადგილები, ფულადი კომპენსაცია, დახმარებები, რა შეუძლია დღეს აი საქართველოს ეკონომიკას შესთავაზოს საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც ამ წუთას ოჯახებს არჩენენ ემიგრაციაში ყოფნით? იმ მოცემულობით, ახლა ჩვენ ემიგრანტების რაოდენობას გავითვალისწინებთ, მათი ქვეყანაში ერთიანად დაბრუნების შემთხვევაში ეს საქართველოს ეკონომიკის იმდენად დიდი დარტყმა იქნება, რომ არამც თუ რაიმე ტიპის შეთავაზება, არამედ ეკონომიკა, ასე ვთქვათ, ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება რომ მოხერხდეს, ეს ძალიან დიდი მიღწევა იქნება. აქედან გამომდინარე, რაღაცა, ასე ვთქვათ,
ციურ მანანაზე საუბარი აქ საკმაოდ გადაჭარბებული მგონია ქვეყანას მათთვის რამის შეთავაზება რომ შეეძლოს ეს ადამიანები ემიგრაციაში არ წავიდოდნენ. გასაგებია. მადლობა ბატონ პაატა, მადლობა თქვენი დროისთვის და მადლობა ამ ანალიზისთვის. დაგემშვიდობებით პაატა ბაირახტარი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს, ბატონი პაატა ეკონომისტია. გადაცემის დასკვნით ბლოგში ვლადიმერ ბოჟაძეს წარმოგიდგენთ, იგი საქართველოს პარლამენტის დეპუტატია და პოლიტიკურ გაერთიანება ევროპულ სოციალისტებს წარმოადგენს, ვიდრე ბატონი ლადო ჩაგვერთვება. მეგობარ აქტთან დაკავშირებით კახა კალაძის განცხადება მინდა წაგიკითხოთ. ეს აქტი სრულად გაჯერებულია სიცრუით, ცილისწამებით და ტყუილით. გამოაშკარავდა რის შედეგად მოხდა ამ ყველაფრის ჩაწერა აღნიშნულ აქტში. ჯამში 360,000-ია გადახდილი და არის კონკრეტული კონგრესმენი პატრიცემული უილსონი, რომელსაც 87,000 აქვს აღებული იმაში, რომ საქართველო გააშავოს და ცრუ და ტყუილი ინფორმაცია ჩაწეროს აღნიშნულ აქტში. ეს არის მოცემულობა და რეალობა, რაც ცნობილი გახდა. ეს არის კანონი, ეს ფარაზეა საუბარი, რითაც გახდა ყველაფერი ცნობილი და რომელსაც ასე ებრძვიან, ყველა ხვდება თუ რატომ და რისთვის. ზოგადად არ იქნებოდა ამ კანონის მიღების აუცილებლობა, რომ არა ის შემოტევები და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები, რაც ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე ვიხილეთ, თუმცა არავის არაფერი გამოუვა და ჩვენ ხალხთან ერთად ქვეყნისა და ხალხის ინტერესს დავიცავთო, ასეთი იყო კახა კალაძის განცხადება. და დაკარგავს თუ არა საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციას, ამაზე მინდა მსჯელობა განვაგრძოთ ბატონ ლადოსთან. ბატონ ლადო, საღამო მშვიდობისა, მადლობა რომ გამონახეთ დრო, ვიცით რომ დატვირთული დღის წესრიგი გაქვთ და სკოპიაში იმყოფებით. მადლობა. მოკლედ, ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მინდა რა თქმა უნდა ვიმსჯელოთ. თქვენ როგორ უყურებთ, რამდენად რეალისტურია ეს უარყოფითი შედეგი? შეიძლება ეს დადგეს? ამას გეკითხებით იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები შიგადაში გაცხადებენ, რომ საფუძველი არ აქვს, ამშვიდებენ საზოგადოებას, რომ ეს ვერ გახდება რეალობა. გვითხარით თქვენი მოლოდინი და პასუხისმგებლობაც, აი ვისი წილი პასუხისმგებლობა იქნება ამ გადაწყვეტილებაში? ირინა, ალბათ ცოტა შორიდან დავიწყოთ, ჯობია და ის შეფასებები, რაც ხელისუფლების მხრიდან კეთდება, აღვიქვათ არა ვინმეს დამშვიდება და არამედ იმ რეალობად, რომელიც ჩვენ გვაქვს, თქვენ იცით, რომ ანგარიში ჯერ კიდევ 2024 წლის 6 დეკემბერს გამოქვეყნდა და გადმოეგზავნა საქართველოს და სულ 8 მოთხოვნა იყო იქ და მათ შორის ის მოთხოვნები, რომლებიც სრულიად სამართლიანია და კანონიერია, თქვენ იცით, როცა ჩვენ 2017 წელს მივიღეთ ვიზა ლიბერალიზაცია, უვიზო მიმოსვლა, ყოველ წელს აფასებს ევროკომისია საქართველოს არის გარკვეული დარტყმები, მათ შორის გამრვა მოთხოვნებში იყო გააქტიურება მესამე ქვეყნებთან მიმართებაში, ამას იფარგლებოდა ის, რომ თქვენ იცით პარლამენტმა ჩვენ ავამკაცრეთ მიგრაციული პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში, რომ მესამე ქვეყნიდან არ იყოს უძლურად შესაძლებელი ევროკავშირში მოხვედრა, თუმცა საქართველოს მოხალხეობის მიგრება და ასე შემდეგ და არც ეს საკითხი რა თქმა უნდა არ უკავშირდებოდა იმ წერილს და იმ სამ მოთხოვნას, რომელიც იცით თქვენ ახლა ჩვენ აღარ ალბათ ერთი კვირის წინ მივიღეთ როგორც სახელმწიფომ და 21 აგვისტომდე მოგვცეთ ვადა, მაშინ როცა არც პარლამენტი მუშაობს და შეუძლებელია კანონმდებლობის ფიზიკურად ვამბობ მიღება, რომ ისო ხელისუფლება არაფისულებას არ აპირებს და მათ შორის ჩვენი პოლიტიკური გუნდიც არ დაუჭერს აღნიშნული კანონმდებლობის ცვლილებას, რომელზეც იყო ევროკავშირის მოთხოვნა, ეს არის ყველაზე საინტერესო. ბატონო, აი აქ ბატონო ლადო, დავაკონკრეტებ კითხვას, ჩაგეკითხებით უბრალოდ, აი ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ აღარ არის პრიორიტეტი ევროინტეგრაცია დღეს ხელისუფლებისთვის. თქვენ უკვე სხვა ამპლუაში გთხოვთ შეფასებას ხელისუფლების, იმიტომ რომ თქვენ ახლა სხვა გუნდში ხართ. ის რომ პოლიტიკური ნება არ არის ცვლილებებისა კანონებთან მიმართებაში, იმიტომ რომ თვითონ ამ ხელისუფლებამ მიიღო ეს კანონები, რას ნიშნავს ეს? შეიძლება ეს გადავთარგმნოთ ისე, რომ არ არის დღეს პრიორიტეტი ევროინტეგრაცია. რა თქმა უნდა, ევროინტეგრაცია არის პრიორიტეტი და ეს არის როგორც სახელმწიფოს, ასევე ჩვენი პოლიტიკური გუნდის და ნებისმიერი სახელმწიფო უწყების პრიორიტეტი. თქვენ იცით, რომ ეს ვალდებულება ჩვენ მათ შორის პარლამენტს როგორც ინსტიტუცია, სწორედ საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე გვაქვს. კიდევ 2017 წელს იქნა მიღებული და სხვა შორის იცით, რომ ამ კონსტიტუციას მაშინ ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. ახლა რაც შეეხება კანონმდებლობას, რასაც ითხოვს ევროკავშირი, ეს მინდა რომ ჩვენელმა და მაყურებელმა იცოდეს, რომ ჩვენ გვაქვს სხვა ვალდებულებები, რომლებსაც ვასრულებთ და რა კავშირშია ამ ვალდებულებებთან მესამე ქვეყანასთან, იქ თავშესაფრის მოთხოვნასთან, საზღვრის კონტროლის გამკაცრებასთან, რეადმისიასთან და ასე შემდეგ სხვა ვალდებულებებთან, რომელსაც ჩვენ კიდევ მეორე 7 წელია ვასრულებთ პატიოსნად და მიმყვებით და მათ შორის კანონმდებლობას ვამკაცრებთ.
ევროკავშირის მოთხოვნიდან გამომდინარე, რა კავშირშია ეს ყველაფერი LGBT პროპაგანდასთან, ან არასრულწლოვანთა კანონმდებლობით გაუქმებასთან. ეს ხო საერთოდ შეუსაბამო რამ არის. ერთი არის ის, რომ რეალურად სამართლებრივად თუ მიდგა საქმის საქმეზე ევროკავშირის არანაირი მიზეზი, საფუძველი და საბაბი არ აქვს ერთ ქვეყანას შეუჩეროს ვიზო მიმართვა, თქვენით რომ მათ შორის იტალია, სხვა ქვეყნები აქვს, უნგრეთი, სლოვაკეთი, სლოვენიაზე არ არის საუბარი, სადაც ბევრი ჩვენი მოქალაქე არის, მათ შორის იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ასეთ ქვეყანას არ უნდა ერთი მხრივ ამდენი ნაკადი დაკარგოს ტურისტული თქვენით რომ $100 მილიონ და ევროს ფარდიოთ ქართველები. როცა ჩავდივართ ევროკავშირში, მოგცემოთ უნდა ჩარსადელი ევროპის ჩემპიონატი და ახლად რამდენი ანუ საქართველოს წილი ამ ქვეყნებისთვის არის მნიშვნელოვანი? ამ ხელა ნაკადებისთვის უნდა დაწესდეს ვიზო მიმოსვლა, შეზღუდვა, საერთაშორისო დაიწყო ვიზების გაცემა, ხელახლა რიგები და ასე წმინდა ტექნიკურად და სამართლებრივად რო არის. მეორე მხრივ რატო არ ექნება ამ ყველაფერს პერსპექტივა, იმიტომ რომ ამ ყველაფრის ინიციატორები არიან ბალტიის სახელმწიფოები, იცით თქვენ და პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ეს სახელმწიფოები არ არიან ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები სამწუხაროდ იმ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე და საფრთხეებიდან, რომელიც მათ აქვთ რუსეთთან მიმართებაში, ამიტომ ვთქვიათ, რომ უკრაინის ომი რაც შეიძლება დიდხანს უნდა გაგრძელდეს, რუსეთმა მათთვის მერე არ მოიცალოს, უკრაინის ომის მერე სადღაც საქართველოში ასაბი მათგან შორს უნდა გაჩნდეს ახალი ცხელი წერტილი მისათვის, რომ მათ დრო მოიგონ და თუ დროის მოგება უნდათ ის ნატოს წევრები არიან, ჯარი გააძლიეროს, შეიარაღება იყიდო და მოეზადონ ომისთვის თუ ასეთ საფრთხე რეალურად დასწრებს. ჩვენ რატო უნდა შევეწიროთ რომელიმე ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს? იმით იცით თქვენ რომ უნდა შეგროვდეთ 14 სახელმწიფო, რომელსაც 65% მეტ მოსახლეობას უნდა წარმოადგენდეს და ასე შემდეგ. ეს უფრო არის გათვლილი კვლავ საარჩევნო მიზნებისთვის და გახსოვთ თქვენ მე ვისი საარჩევნო მიზნები ბატონ ლადო, აი არ შეგაწყვეტინეთ, თუმცა მე და უფრო დამაკონკრეტებულ კითხვებს დაგისვამთ. აი ეხლა ამ არჩევნებში რა საარჩევნო მიზნებს გულისხმობთ? კი, გეტყვით, ნახეთ, თქვენ გახსოვთ რომ მე როცა წამოვედი ქართული ოცნებიდან, მათ შორის პირველი ექსკლუზიურად ფაქტობრივად თქვენს გადაცემაში ვისაუბრე ამ თემებზე, ხელისუფლების შეცვლის გეგმა კვლავ არსებობს. ამას ადასტურებს ქვეყანაში შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და გარეთ ამ მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ხედავთ რადიკალური ოპოზიციის მიმართ, მათ შორის დაფინანსების ნაწილში, პოლიტიკური მხარდაჭერის ნაწილში. ეს წერილი და განცხადება და გახსოვთ თქვენ შაბათ-დღეს პოსტიც კი გამოაქვეყნეთ დასვენების დღეს, იმისათვის რომ როგორმე 19 ივნისს უფრო მეტი ადამიანი გამოეყვანა რადიკალურ ოპოზიციას და მთავარი გაცვლა, რომ ნაწილი რადიკალური ოპოზიციის თითქოს არჩევნებში იღოს მონაწილეობას და ამით შეეცდება ასე თქვა გარკვეული ძალაუფლება მიიღოს და მეორე ნაწილი ძველი და ახალი ნაციონალურ მოძრაობა რჩებიან რადიკალებად არ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას და აპირებენ საერთოდ არჩევნები ჩარშალონ ან კვლავ არჩევნების ვითომ და გაყალბების მიზეზით ოთხში საღამოს გარკვეული აქციები დაიწყოს, კვლავ დესტაბილიზაცია, არეულობის ცდელობა, ის რაც სხვათა შორის აი ამ რადიკალურ ოპოზიციას, როგორც თქვენ მათ უწოდებთ ბატონ ლადო, ხშირად მათი მისამართით გვესმოდა განცხადებები, რომ ისინი ჩადიოდნენ ევროპულ დედაქალაქებში და სწორედ ისინი ლობირებდნენ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას, ხო? ამ კონტექსტში მინდა კითხოთ. აი კითხვას დავასრულებ თუ შეიძლება ბატონ ლადო. აი ახლა ვიზო რეჟიმი შეაჩეროს ევროკავშირი. ხო. ეს რომელი სახელმწიფოს ინტერესში შედის პირველ რიგში? აი ამ მიმართულებით მინდა კითხოთ, მაშინ როდესაც პირდაპირ დადანაშაულება ისმოდა, რომ ისინი ლობირებდნენ ამას ევროპულ დედაქალაქებში და ქვეყნებში. ახლა როდესაც ესენი არიან პატიმრობაში, აი ამიტომ კითხეთ პასუხისმგებლობის ნაწილში, მაშინ ვისი პასუხისმგებლობა გამოდის? როგორ გამოდის მაშინ თუ ისინი პატიმრობაში არიან? ეხლა ვინ ლობირებს? ვის ინტერესში შედის უვიზო მიმოსვლის შეჩერება? ერთი პატიმრობაში არიან, ესეც სწორედ ამ გათვლის ნაწილი და სიტუაციის დაძაბვის, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცოდნენ ყველა მათგანმა, თუ ისინი არ მოვიდოდნენ საგამოძიებო კომისიაში პარლამენტში, მათ მოუწოდათ პასუხისმგებლობა. ანუ მათ ინტერესში შედიოდა პატიმრობა, რომ დავაკონკრეტოთ? ეს ხო სააკაშვილის ციხე არ არის, ეს ხო ევროპული სტანდარტების ციხეა. ნახეთ ახლა ყველანი როგორ ფერზე მოსულები და ჯანმრთელები და ნორმალურები იმედი ამას სერიოზულად არ ამბობთ, იმიტომ რომ თავისუფლება აღკვეთილი ადამიანი ახლა ფერზე მოსული. გონია რა სარკაზმია ეს თქვენი მხრიდან. ნახეთ ნებისმიერი პატიმარი, რომელიც სააკაშვილის ციხიდან გამოვიდა, ნახეთ ნიკა გვარამია, რომელიც ასევე იჯდა მანამდე ციხეში. ბატონ ლადო, ჩვენი მიზანი რა არის? მიხეილ სააკაშვილის პერიოდს შევადაროთ მუდმივად ეხლანდელი პერიოდი? ეს ხო უკუსვა, ეს ხო არ არის წინსვლა? არა, რა თქმა უნდა, მე არაფერს არ ვადარებ, სააკაშვილის ციხის სიტუაციას გეუბნები. ნახეთ, ადამიანება შეგნებულად გადადგეს ნაბიჯი და წავიდნენ ციხეში, შეგნებულად არ მოვიდნენ პარლამენტში კომისიაზე იმისათვის, რომ ან ერჩივნათ ციხე იმ კითხვებზე პასუხისგაცემას, რაც დაისმებოდა კომისიაში,
ან სალაპარაკოთ, რომ აგერ არჩევნების წინ ოპოზიციის ლიდერები არიან პასუხისმგებაში მიცემულები. ასევე პასუხისმგებაში მიცემული პოლონეთის ყოფილი იუსტიციის მინისტრი, ახლა წარმოიდგინეთ ამერიკის სენატში რომ დაიბარონ რომელიმე ყოფილი დივანის სახელმწიფო თუნდაც პრეზიდენტი ან სენატორი და ვინმე არ მივიდეს. ასიზამე როგორ გონიათ თქვენ? თქონდა პასუხისმგებაში მიცემეთ და მე ასევე ღრმად შეშფოთდება ბრიუსელი თქვენ გონიათ რომ როგორ მოხდა რომ ადამიანები პატიურობაში გაუშვესო? ეს იმ სცენარის ნაწილი არის, რომელზეც მე ვსაუბრობდი, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, მათ შორის სამწუხაროდ უნდა შეიცვალოს ნებისმიერი გზით. რადგან არჩევნების გზით ამის გაკეთება ვერ მოხერხდა. გახსოვთ თქვენ ეხლა თქვენი წინასწარმარიც ახსენებდა კანდიდატის სტატუსს, როგორ უსამართლოდ არ მოქცეს, რამხელა პროცესები მოყვა ამას ქვეყანაში, მაგრამ ხელისუფლებამ შეინარჩუნა არჩევნების გზით ხელისუფლება. 21 ოქტომბერს არჩევნები გადარდა, 2,100,000-ზე მეტი ადამიანი მოვიდა. მაგრამ აი სადაოა ხო ბატონო, ესეც იცი საზოგადოება. სადაო, ირინე, ნახეთ, აბა ვისთან არის სადაო, გითხარით? ნუ შეიძლება ეს თქვენთვის არ იყოს სადაო, მაგრამ ის ადამიანები, ვინც ქუჩაში რჩებიან. კი ბატონო, და კიდევ ერთი კითხვა მინდა დავაკონკრეტო თქვენთან. ამდენი ხნის განმავლობაში ტელევიზიაში სტუბრად ან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და ერთი მტკიცებულება თუ მოუტანია ვინმე თქვენ გადაცემაში, მაგიდაზე თუ დაუდია. ხო, ისინი თქვენგანაც ითხოვენ მტკიცებულებებს. ბატონო, და სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდა კითხოთ, თქვენ ახსენეთ და ეხლა მე უფრო კონკრეტულად გთხოვთ ამაზე კომენტარს, მაგალითად ბატონმა კახაკალაძემ ბრძანა ასეთი რამ, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით მინდა კითხოთ, ერთ-ერთი საელჩოს წარმომადგენელიო, მაღალი თანამდებობის პირიო, პირდაპირ ღიად საუბრობდა იმაზე, რომ საჭირო იყო და აუცილებელი მეორე ფრონტის გახსნა საქართველოშიო. იქნებ თქვენ ფლობთ რაიმე მეტ ინფორმაციას და თუ ეს ინფორმაცია არსებობს, მაშინ რატომ არ ხდება პირდაპირ დასახელება, ვინ არის ეს ადამიანი, რომელი ქვეყნის საელჩოა? დასამალი არაფერი არ არის. თქვენ ამ გუნდის წევრი იყავით და ამიტომ გეკითხებით, ვინაიდან მან არ დააკონკრეტა, მეტი კონკრეტიკა არ მოგვისმენია. იმის გამო რომ გუნდის წევრობა მეც და ახლა ამ შემთხვევაში შეიძლება ბატონ კახასაც რამეში ზღუდავ და ამიტომაც აღარა ვარ მე ამ გუნდის წევრი, რომ ის გარკვეული უხერხულობა, წითელი ხაზები, რომელიც როგორც ხელისუფლებაში ყოფნა ადამიანებს შეიძლება არ და ვერ უნდა გადალახო საპარლამენტო ოპოზიციიდან, ეს გაცილებით ადვილია სათქმელად. დასამალი არაფერი არ არის, ამერიკის ყოფილი ელჩი, ახლა რო პენსიაზე თავისით გავიდე, კი არა, მანამდე რო იყო კიდე ამერიკის ელჩი, გახსოვთ თქვენ, ის პირდაპირ იყო შეხვედრა, იცი თქვენ ამაზე დღევანდელი პრემიერ-მინისტრით საუბრობდა, მაშინ დეგნანზე ბრძანებთ? ორ ირაკლისთან, ასე ვთქვათ, მარტივად რო ვთქვათ და საუბარი იყო ომის დაწყებამდე, რომ კონკრეტულ დღეს რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყება და რას გეგმავს საქართველო. თქვენ ხავთ ჯარი, გაწვნილი, მომზადებული, თქვენ გაქვთ დაკარგული ტერიტორიები და იქნება იყოს მომენტი, იმიტომ კი არა, რომ ჩვენ უბრალოდ ვიბრძოლოთ, არამედ შანსი ან ტერიტორიების დაბრუნების, ან რაიმე სხვა ფორმით, რაც მე გვესმოდა, მათ შორის აკაუნტი ბატონო, კელი დეგნანზე ბრძანებთ? კელი დეგნანზე საუბრობთ? და ეს კითხვის სახე ქონდა ამას თუ ეს იყო პირდაპირ მოთხოვნა, ესე ძალიან მნიშვნელოვანია. ნუ ეხლა ეს მოთხოვნის დონეზე რამდენად იყო, არ ვიცი, ალბათ ამაზე ვინც ესწრებოდა ამ შეხვედრას იმგონია თქვა, მაგრამ აქ იყო რას აპირებს საქართველოს. მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ვადაგასული პრეზიდენტი, ასევე საუბრობდა იმაზე, რას აპირებდა საქართველო და ხედავთ თქვენ ზელენსკი რაღაცა მთელ სოფლიოში დადის, წითელი ხალეთში ხდებიან, ტაის უკრავენ და თქვენ აბა აქ რას აპირებთ და გახსოვთ პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება, მე მის გვერდით ესეც აღიქმებოდა მოწოდებად გარკვეულწილად მეორე ფრონტის გახსნის? ეს ასე შეიძლება გავიგოთ? არაერთი უკრაინელი მაღალჩინოსნისგან, არაერთი ქართველი რადიკალური ოპოზიციონერისგან, სამოქალაქო სექტორისგან მოგვისმენია, რომ ახლა იყო შანსი სოხუმში და ცხინვალში გასეირნების. ეს იყო დაახლოებით კურსკის ოპერაციის მაგვარი გეგმა, რომ რუსეთს 50-60,000 ჯარისკაცის მოცდენა დაჭირებოდა. თუმცა რუსეთს იცით თქვენ სამწუხაროდ 11 სამხედრო ბაზა ყავს ჩვენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დიდი არის მოცდენა ალბათ არ დაჭირდებოდა და შეიძლება რუსეთის ინტერესშიც ყოფილიყო ჩვენ მხრიდან რაიმე პროვოკაცია, რომ ის ტერიტორიები, რომელიც დროებით არის ოკუპირებული, შეიძლება იმაზე მეტი ტერიტორიები უნდა დაეღო. და მთავარი კიდე გახსოვთ თქვენ პრეზიდენტმა ერდოღანმა საარჩევნო კამპანიის დროს ასეთი რამე ბრძანა, რომ თურქეთის ომში ჩათრევის ცდილობა იყო. საუბარი არის ნატოს წევრ სახელმწიფოზე. და რა ფორმით შეიძლება და თურქეთი ჩართულიყო ამ ომში ერთადერთი ფორმით, თუ აქ მეორე ფრონტი გაიწებოდა, თურქეთი ყოფილიყო დერეფანი იარაღისტრი ჰუმანიტარული თუ სხვა დახმარებებით, იმიტომ რომ რუსეთ-საქართველოს ომში ჩვენი არც ერთი მეზობელი არ და ვერ დაგვეხმარებოდა. გულისხმობ სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც. ასე რომ ეს ძალიან სერიოზული თემაა, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და
სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ ტრამპმა არაერთი განცხადება გააკეთა, ნაბიჯი გადაიდგა მიმართულებით რუსეთ-უკრაინის ომი არ სრულდება და მიუხედავად იმ დათქმისა იმ 50 დღეზე, რაც ამერიკის პრეზიდენტმა ბრძანა, არავინ რეალურად მართლა ომი რამდენ დღეში და როგორ დამთავრდება. საშინელება რაც მიმდინარეობს უკრაინაში და ის აგრესია ოკუპანტი რუსეთის მხრიდან. არ დასრულდება. ბატონ ლადო, უნდა დავასრულოთ და დავუბრუნდეთ მეორე ფრონტის დაცვის საკითხი და სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში. კი ბატონო, და კიდე დანარჩენი საკითხები ჩვენ რამდენ ხანს გავუძლებდით, რას გავაკეთებდით, როგორ გავაკეთებდით, ეს კიდე ცალკე ამბავია. ჩვენ რუსეთთან 3 ომი გქონდა და ყველგან ღირსეულად ვიომა ჩვენმა ჯარისკაცებმა. ბატონო, საინტერესო რაც ბძანეთ კელი დეგნანზე და საინტერესოა გამოხმაურებები თუ მოყვება ამას. ბატონ ლადო, რომ შევაჯამოთ კელი დეგნანი მერე მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე იყო, ხო, დაადასტურა კიდევაც მერე ორივე მხარემ შეხვედრა, იქაც საუბარი იყო, რომ აი შევხვდი, მესაუბრე და რაღაცა არაპირებენ რაც შემთხვევით იმის გაკეთებას და თქვენ ხო არ ჩაერთვებით და იქ ახსოვთ თქვენ რომ მაშინაც ბიძინა ივანიშვილმა უთხრა უარი ისევე როგორც უთხრა ყოფილ პენსიაზე გასულ ელჩაც მათ შორის შეხვედრაზე უარი, იმიტომ რომ ვიდრე იცით თქვენ მისი აქტივები და 2 მილიარდზე მეტზე არის საუბარი არის გაყენებული და გაჩერებული, ის ვერ გამოიყენებს მის მიმართ ვერავინ ამას შანტაჟის მექანიზმად, ამიტომ გადაწყვეტილებას იღებს ამ ქვეყანაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობა, პარლამენტი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ქვეყანაში ენარჩუნებული იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. კი, ჩვენ განსხვავებული ხედვები გვაქვს ბევრ საკითხზე, მაგრამ ის რომ ჩვენ ფაქტობრივად ვიღვძვით მშვიდობისთვის. აი თქვენი წინა გამოსვლელები საუბრობდნენ რაღაცა ნაბიჯები გადავდგით უკან გვერდზე მარჯვნივ მარცხნივ. 2024 თებერვლამდე. თქვენ ამ ხელისუფლების კრიტიკა ვინმესგან გაგიგიათ? კრიტიკაში ცუდი არაფერია ბატონ ლადო, დამერწმუნებით ხო? არა, მე გულისხმობ იმ დამოკიდებულებას, რომელიც ომის მერე გამოჩნდა ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში. აქ რას გულისხმობთ ახლა? ის რეზოლუციები, ნახეთ ის რეზოლუციები, რომლებიც ევროპარლამენტმა მიიღო, მეგობარი აქტი და ნახეთ ჯო ვილსონი საქართველოს შეყარებული რო ეგონა ზოგ-ზოგი ერთებს, თურმე თითოეულ პოსტში კონკრეტულ თანხას იღებს რაღაცა მტკიცებულება არსებობს, სხვადასხვა ეს ძალიან საინტერესოა ბატონ ლადო, რა მტკიცებულება არსებობს თანხის აღებასთან დაკავშირებით? რატო ითხოვს ევროკავშირი ჩვენგან გაუქმდეს გამჭვირვალობის კანონი და ფარა? როცა იგივე ამერიკაში არსებობს და ჩვენს მერე გახსოვთ თქვენ იგივე საფრანგეთმა მიიღო და თავად ევროპაში აი ეს ბრალდება ჯო ვილსონის მისამართით რაც იყო კონკრეტული თანხის აღებასთან დაკავშირებით, რითი მყარდება საზოგადოებისთვის მეტად სარწმუნო რო იყოს ეს ინფორმაცია. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის საიტზე შეგიძლიათ შევძანდეთ, ნახოთ $360,000 ნაციონალურ მოძრაობამ. თავის დროზე ქართული ხალხისთვის მოპარული ფული ალბათ რა ვიცი შეაგროვეს ან საიდან მოიტანეს, ისევე როგორც სააკაშვილის პენსიონერმა დედამ გადაიხადა $1 მილიონი. მეგობარი აქტის ლობირებისთვის გადასცეს ამას ამბობთ? კი, ნახეთ იქ წერია პირდაპირ რა დავალება იყო, რა ამოცანა იყო და ვინ იყო ამის უშუალო შემსრულებელი და ვინ რამდენი აიღო. ამიტომ გვჭირდება ჩვენ განსხვავებული თანხები დასახელდა. კი ბატონო, ბატონ ლადო. $360,000 არის საერთო ჯამი ამ თანხების და იქ არის გაწერილი მათ შორის ვილსონს რამდენი ჩაერიცხა და სხვა ლობისტურ კომპანიებს და ეს კომპანიაც მათ შორის ვილსონთან იყო დაკავშირებული, ისევე როგორც შეგახსენებთ ხო, სააკაშვილის პენსიონერმა დედამ როგორ $1 მილიონი გადაიხადა. აი ლობისტური კომპანიები ასე მუშაობენ, საინტერესოა რას ლობირებენ და ხო, ეს საკითხები ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან უნდა მომდიოდეს წინააღმდეგობაში, ეს არის მთავარი. ბატონ ლადო, კი უნდა დავასრულოთ. კომპანიები არიან ჩათვალეთ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამ ქვეყანაში არიან და სხვა ქვეყნის ინტერესებს ითვალისწინებენ. ამიტომ მივიღეთ ჩვენ იგივე ამერიკული ფარა ერთ-ერთზე, რომ უბრალოდ ვიცოდეთ, როგორც ჯო ვილსონზე გავიგეთ, საქართველოს შეყარებული რო გვეგონა თურმე თანხას იღებს ამაში. კანონიერად ეს ხთამი არ არის და კორუმპირებულია თუ ვილსონზე მე ხო ვერ ვიტყვი, ეს კანონიერი ამერიკაში და ეს ბასია. იგივე კონტექსტი აქ მნიშვნელოვანი. კი ბატონო, მისი ტელევიზიის ლობირებას ცდილობდა ქართული ჯარისთვის მოპარული ფული და ასე შემდეგ. კი ბატონო, უნდა შევაჯამოთ თუ შეიძლება ძალიან მოკლედ. კი ბატონო, რომ შევაჯამოთ ძალიან მოკლედ, რადგან დღის წესრიგში დგას აი ეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი, რა საკითხითაც დავიწყეთ ჩვენ საუბარი და თქვენი განწყობაც თუ არ ვცდები ასე გავიგე, რომ თქვენ არ გაქვთ ამ უარყოფითი გადაწყვეტილების მოლოდინი. აი რას ეფუძნება ეს მოლოდინი გითხარით და დაგემშვიდობებით. სიმართლეს. იდნე ნახეთ ჩვენ მოქალაქეობა უნდა ეწოდოთ სახელმწიფო. მაგრამ თქვენ აქვე ბძანეთ, რომ იმ რეკომენდაციებიდან ნაწილის შესრულებას არ აპირებს ხელისუფლება. 27 სხვა სახელმწიფოსთან
ასრულებს საკუთარ ვალდებულებას ასოცირების ხელშეკრულების ნაწილშიც, თავისუფალი ვაჭრობის ნაწილშიც, უვიზო მიმოსვლასთან ნაწილშიც. თუმცა ევროკავშირის მოთხოვნა, რომ ჩვენ გავაუქმოთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ავიცვათ LGBT პროპაგანდა თურმე და არა პირიქით. თქვენი სიტყვის კანონმდებლობა უკვე თითქმის 2 წელია მიღებულია, მითხარით ერთი ადამიანის უფლება, რომელიც შეეზღუდა სექსუალური ბატონო, სწორედ ეს არის საფუძველი მათი მოთხოვნის. ყოველ შემთხვევაში ასე განიმარტება, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ილახება. მოდი ვანმე მარტივად თქვა, რა კავშირშია უვიზო მიმოსვლა? მე და თქვენ ვიზით წავალ თუ უვიზო ადამიანის უფლებები ილახებაო, ბატონო, ამაზე ნუ დავკარგოთ ახლა. ახლა. მისი შეგდა ყაბა გვითხრან, ვერ გვეტყვიან, იმიტომ რომ ასეთი რამე არ ყოფილა. ასეთი რამე არ მომხდარა და ამაზეა ლაპარაკი და როცა ჩვენ ეს ნიშნავს წინასწარ განაცხადს, რომ ამ რეკომენდაციების შესრულება არ იქნება ხვალდაზე. ყოველ შემთხვევაში აგვისტოს ბოლომდე არაფერი შეიცვლება, ხო? როდესაც ისინი პასუხს ელოდებიან. რეკომენდაცია, რომელიც მოგვეცა ჯერ კიდევ 6 დეკემბერს. კი ბატონო, ამაზე ვისაუბრეთ. ამაზე პარლამენტიდან მთავრობა მუშაობს და შევასრულებს. კი ბატონო, ამაზე უკვე ვისაუბრეთ. საფუძვლები ევროკავშირის ამისი არ ექნება, თუმცა თუ პირობითად ვინმეს უნდა შანტაჟის ამ ფორმით გაგრძელება და ღმერთთან უკნას და დროებით შეჩერების მექანიზმი მერე დაბრალდეს ხელისუფლებას, იმიტომ რომ გამჭვირვალობის კანონი არ გააუქმა, იმიტომ რომ იმედია ეს შედეგი არ დადგება. ხო, მე დარწმუნებული ვარ, რომ არ დადგება, იმიტომ რომ მათ შორის ჩვენი საერთოები, საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრემიერ-მინისტრი, ყველანი მე რაიც ინფორმაცია მაქვს, აქტიურად მუშაობენ და დარწმუნებული ვარ, რომ შედეგს გამოიღებს ეს სექტემბერის გათვლით მშვიდობიანი ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის არჩევნები ჩატარდება სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში და გადაწყვეტილებას როგორც ყოველთვის მიიღებს მისი აღმატებულება ქართული ხალხი. კი ბატონო, ეს აღნიშნულოვანია, მთელი ინტერესი არის ახლა მიმართული ამ ადგილობრივი მუნიციპალური არჩევნებისადმი მათ შორის. მადლობას გიხდით, ბატონ ლადო. მოკლედ ძალიან ერთი რადიკალური ოპოზიციონერის განცხადება ან მოწოდება თუ მოგისმენიათ ევროკავშირის მიმართ, რომ არ შეწყდეს უვიზო მიმოსვლა. არ მოგისმენიათ, იმიტომ რომ მათ ინტერესებში განცხადებები, რასაც ყოველდღე ვისმენთ, არის ის, რომ ხელისუფლებამ შეასრულოს ეს რეკომენდაციები, თქვენ ჩემზე უკეთ გესმით ამ მოწოდებების შესახებ. კი ბატონო, აქ პასუხისმგებლობა ოპოზიციაზე ხომ არ არის, პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე, ამიტომ გვაქვს ჩვენ ბევრი კითხვა ხელისუფლების მისამართით. ბატონ ლადო, მადლობა რომ დაგვითმეთ დრო და მადლობა რომ ჩაგვერთეთ. ლადო ბოჟაძე, პარლამენტის დეპუტატი, პოლიტიკური გაერთიანება ევროპელი სოციალისტების წარმომადგენელი, პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. მე ისევ შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში რჩება ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. მე რა თქმა უნდა, ისევ სოლიდარობას ვუცხადებ მას, თავისუფლება მზია ამაღლობელს. ასეთი იყო მიმდინარე სატელევიზიო სეზონზე ჩემი და ჩვენი გუნდის სათქმელი. მადლობას გიხდით ჩვენთან გატარებული დროისთვის და მომავალ სეზონამდე გემშვიდობებით.